სურს გამოვეხმაუროთ იმ ახალ ინიციატივას, რომელიც წამოჭრილ იქნა დეპუტატების მხრიდან, რომლის ეგრეთ წოდებულ გასაღებიას სისტემას ეხება, გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ეგრეთ წოდებული გასაღების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში გადასვლას. მიგვაჩნია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არ წარმოადგენს ადამიანს, რომელიც შექმნის ეფექტურ გარანტიას ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გარეგანი კონტროლის მექანიზმების არსებობა, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს ადამიანის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების ეფექტურად დაცვას და მეორე მხრივ საზოგადოებრივ ნდობას აამაღლებს. ასეთაც სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი ასახელებს სახალხო დამცველის აპარატს. მიგვაჩნია, რომ კარგი იქნებოდა თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დაეკისრებოდა ვალდებულება, რომ მონიტორინგის განხორციელებისას, თითოეულ აქტივობის განხორციელებისას ჩართოს ისეთი ორგანო, რომელიც საზოგადოებაში მაღალი ნდობით სარგებლობს. ასეთად მოგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ სახალხო დამცველის აპარატია ჩვენი მხრიდან მიჩნეული.